2006 წლის 15 ივლისს ჯეკ დორსიმ, ნოა გლასმა, ბიზ სტოუნმა და ევან უილიამსმა ტვიტერი საჯარო დაამუშავეს, რითაც საწყისი დაუდეს მიკრობლოგინგის სრულიად ახალ კულტურას. ზუსტად 20 წლის წინ შექმნილი პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს თავდაპირველად მხოლოდ 140 სიმბოლოიანი შეტყობინებების გაზიარების საშუალებას აძლევდა, დროთა განმავლობაში ინფორმაციის გავრცელების უმსხვილეს გლობალურ ცენტრად იქცა. ამ შეზღუდულმა ტექნოლოგიურმა ფორმატმა ფუნდამენტურად შეცვალა ახალი ამბების მიწოდების სიჩქარე და საზოგადოებრივი დისკუსიის სტრუქტურაც. 2 ათწლეულის განმავლობაში პლატფორმამ გადამწყვეტი როლი ითამაშა გლობალური პოლიტიკის, თანამედროვე ჟურნალისტიკის და სამოქალაქო აქტივიზმის ფორმირებაში. ტვიტერმა ტრადიციული მედიის გვერდის ავლით შექმნა პირდაპირი კომუნიკაციის არხი ლიდერებსა და საზოგადოებას შორის, რამაც საარჩევნო კამპანიებისა და კრიზისული რეაგირების ახალი სტანდარტებიც კი დაამკვიდრა. თუმცა ინფორმაციის ფილტრაციის მოდელის არარსებობამ და ალგორითმების სპეციფიკამ პლატფორმა პოლარიზაციის და დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ კერადაც აქცია. დღეს გამოშვებიდან და გაშვებიდან 20 წლის შემდეგ ტექნოლოგიური გიგანტის იდენტობა რადიკალურად არის შეცვლილი, მას შემდეგ რაც მილიარდერმა, ახლა უკვე ტრილიონერმა ილონ მასკმა კომპანია 44 მილიარდ დოლარად შეიძინა, პლატფორმამ რებრენდინგი განიცა და მიიღო დასახელება X-ი, ხოლო თანამშრომელთა შტატი მკვეთრად თითქმის ნახევარით შემცირდა. მონეტიზაციის ახალმა მოდელებმა, ალგორითმულმა რეფორმებმა და ვერიფიკაციის სისტემის კომერციალიზაციამ სოციალური ქსელი საწყისი ფუნქციებისგან თითქმის ამოუცნობი გახადა.